დილამშვიდობის ჩემო ძვირფასებო, როგორ ხართ? გოდი წავიყვანე სკოლაში, მოვედი, იმდენი გასარეცხები მაქვს, აქეთ ჭიქები, თეფშები, ხომი გავაკეთე წუხილს აღამოსთვის და შემომრჩა, მართლა შემომრჩა. ვიზამეც გოდეს შევყევი გვიანობამდე რა დრომდე, ასე რომ როგორ აჩვენებს ზოგჯერ ეს ანარეკლი შურება. კრემია წამისმი არც გუში, არც იმის იქით. გოდი წავიყვანე ახლა და რომ მოვბრუნდი. გოდესთან ერთად დადის ცეკვაში პატარა ბავშვი პირველ კლასელი. მოწონს გოდეს ანუ მორცხვია გოდე, მაგრამ იმ ბავშვთან კარგად კონტაქტობს. ის ბავშვიც თავისუფლად არის გოდესთან და ამიტომაც მე ყოველთვის მერიდება რა რაღაცას უთხრა, მანქანითხრა და ჩემი შვილიც გაიყოლე. მეთქი თქვენ წარმოიდგინეთ წვიმაში არ ვეუბნები და რამდენჯერ ზურგზე მოკიდებული წამიყვანია ჩემი შვილის სკოლაში. ფეხი რო არ დასველებოდა მაგიტო. და გოდერძი 33-35 კილო იყო. ძვირფასებო. 35-იც იყო დაიკლო ხა 2 კილო. არ მინდა რომ გასუქდეს. იმიტომ რომ ცეკვის დროს ძალიან უშლის ხელს. და თვითონაც დიდად ეხა მანამდე რომ მიერთმევდა ეგრე არ არის. ამიტომ მოკლედ წუხელ მეტი ვერ მოახერხე მოსვლა, მინდოდა ლაივის ჩართვა, მაგრამ ვერ ჩავრდი. რა დრომდე ვეჭექი გოდეს ვერ წარმოიდგენთ და კიდე თქვენ წარმოიდგინეთ ის გაკვეთილიც კი არ იცის თხრობით ღმერთო რას გებარ. ხო. მარტო ერთ სიტყვას გეტყვით ძვირფასებო, რაღაცის თქმა მინდოდა გუში. კომენტარი მომივიდა ერთი რომ მე რო გითხარით რომ დედაჩემს ესე ვუთხარი მეთქი რომ უნდა მოვხვიდე და რომ მითხრა რომ არ მეცალა, კაი მეთქი ვუთხარი და ტელეფონი გაუთიშე თქო. ეს უბრალოდ გითხარით თქვენ და ველოდები დედაჩემს მეთქი ეს გითხარით. მე ამით რამე საყვედური და რამე არ მითქვი, არაფერი არ გამიგრძელებია. ადამიანმა ჩათვალა რომ მე რამდენად ამბობოდი და შენზე საყვედურს. არავის საყვედურს არ ვამბობ, მაგრამ ნახე ხან შენ რო იყო ჩემს ადგილზე, ერთს გეტყვი. შენ რო იყო ჩემს ადგილზე, ბავშვი რო გაგიხდეს ცუდად, 2 გყავდეს კიდე პატარა და საავადმყოფოში გაწვენდნენ, მეორე დღეს შენ ქვარ სამსახურში კონდეს წასასვლელი, რა სიზამდი ერთი. მითხარი, ჯერ თქვენ თავზე გადაიტანეთ ის ყველაფერი, რაც ხვის ცხოვრებაში ხდება და მე გაეცით ბრძნული აზრები და რჩევები. ამას გეტყოდით მეტი არაფერი. როცა ადამიანი რაღაცას მიყვება, მე მაგალითად პირდაპირ თავზე არ ვახტები და ვაიმე ეს ცუდია, ჯერჯერობით ფიქრობ, გამიგეთ, რომ აი რამე სწორი დასკვნა გამოვიტანო. არ ვცდილობ, რომ პირდაპირ ადამიანს მივახტე და უცებ, აი ეს როგორ თქვა და ეს ესეთი ცუდია და ასე შემდეგ. იყოს ესე, თქვენი აზრები. გქონდეთ ვისაც გინდათ, როგორიც გინდათ. მე ვერ აგიკრძალავთ, ვერც ვერაფერი. უბრალოდ გეგაზე, მე გეგა რო გამიხდა ცუდად. ძალიან ძნელია, როცა არავინ არ გყავს ადამიანი.
მუხას ისეთი სამსახური აქვს, ყოველთვის ვერ გაუშვებენ. ხამე რომ მოგვიწია და ძლივს რომ მიუსწარით გეგაზროს საავად მყოფოს ჩვენ. ისეთ ცუდი მდგომარეობა ქონდა გეგას. აღარც მინდა მაგის გახსენება, მოკლედ კიდევ კაი რომ თამთან ყავდა იმ ხამით. ხამე იყო 3 საათზე გავედით და თამთას დაუტოვე ბავშვები. თავის ბავშვები იწყავს. და ჩემ ბავშვებთან იყო მთელი ხამე. მე დამტოვა მუხამი იქ, წამოვიდა მერე აქეთ. რა თქმა უნდა იმ ღამითვე, მაგრამ როგორია ეხა ხამე, ვინ გპასუხობს იქ, როგორ გააგებინებ, რომ აი ასეთ დროს ესე მოხდა და დილით ვერ გამოცხადდება, მით უმეტეს დრო აქვთ, დილით იქ უნდა იყოს სამსახურში. მარტო სიტყვაზეც არავინ არ გენდობა. ასე რომ ძალიან ადვილია ხალხო ესე სხვებზე ადვილად საუბარი. არასოდეს მე უბრალოდ თქვენ გეუბნებით ხოლმე ჩემს გულის ტკივილს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ესეც თურმე არ ყოფილა საჭირო. იმიტომ რომ არ შეუძლიათ გაგება. ასე ჩანს. არ შეუძლიათ, არც უნდათ გაიგო. რთულია ეს ცხოვრება. ძალიან რთული. ეხა მე რას ვისამიცი, ტანსაცმელები მოკიდია იქ. აი ასე დავდებ. ეს ასე არ გაჩერდება, დამიცად. ამას მივადებ, რომ იქ დასაკეცები დავყარე და ასე იყოს ლამაზად იქს. ამბასას გავწევ. იცი წამოვიდა. წუხელ დავწექი, სადღაც იყო 3:30 მგონი. ისე მეძინებოდა. დილით რო ვდგებოდი, არ მინდოდა ადგომა, მაგრამ ეს ერთი კვირა დარჩა და როგორმე უნდა გავქაჩო. რატო არ დავიძინე თუ გასარეცხები მქონდა და ესენი დავიტოვე. იმიტომ არ დავიძინე ძირფასებო, რომ რაღაც კინო დამაინტერესა კიდე. სერიალია ესეც თურქული. მაგრამ ისეთი მაგარი სერიალია, სახელწოდება არ ვიცი, სათაური რა აქვს. მაგრამ ძალიან მაგარი სერიალია, მოკლედ რა ვიცი. ახალია, ახალ დაიწყო. არ მიყვარს ეს თურქულ სერიალებს, მე ბოლო რო აქვს ცუდი დასასრული, მაგრამ იმედია ამას არ ექნება, არ ვიცი. იმედია თუ არა და აი კაი მომენტების მერე იმ კარგს დავიმახსოვრე და მე აღარ ვუყურებ. ესე გადავწყვიტე, იმიტომ რომ ცუდი დასასრული არ მიყვარს. ცუდი დასასრული ცუდად მხდის. რა აქვს ჩართული. იქაც უნდა მოხსნა, ისინიც მშრალებია. დღეს ველოდები დედაჩემს, ხალხმა რა დამემართა. ესე იგი, მე რომ მეგონა, რომ პარასკევს იყო ღონისძიება, თურმე არის ხვა, დღეს ჩამოდის მაგიტომ დედაჩემი, ანუ გუშინ დავრეკე. გოგოები მეუბნებიან, რომ აი ღონისძიება რო ზეგო და ალბათ ეშლებათ მეთქი მე ვფიქრობ. ეშლებათ კი არა, მე გადავრეკე ერთი მართლა გადავამოწმებ, რამე არ გამომრჩეს თქო, იმიტომ რომ მოსწავლებელმა დაწერა ხვალ იმის
გუშტები და რაღაცეების მოსართავად მოდითო მშობლებიო სკოლაშიო და მე დაუწერე რომ მე 2 ბავშვი მყავს კიდე და დამტოვებელი არავინ არ მყავს და დიდი ბოდიშის მოხდით ვერ მოვალთქო. ხო და კარგიო ვისაც შეუძლია ისინი მოვლენო თქვა. და გადავრეკე გოგოებთან და მე ეკითხები გოგოებო ხო იზიება ხო პარასკევს არიან თქვი რა პარასკევს გოგო 4 შაბათს არის ხო იზიებაო და ის 2 დღე ისე ივლიან გაკვეთილები ჩვეულებრივ ჩაუტარდებათ კი მაგრამ ასეო და გადავრეკე უცებ დედაჩემთან მაშინ ხვალ უნდა მოხვიდე თქო როგორმე რა დროსაც გინდა მოდი თქო ხვალ არ დარჩება ის ხვალ რომ მოვა ზეგ ალბათ წავა იმ 5 საათიანს გაყვება ალბათ სუ ეჩქარება დედაჩემს და ამიტომ დიდი ხნით არ დარჩება მარტო აქაურება მათ მილაგებული ისინი ეხარი დავყარეთ ორი მარტო აქაურება იქაც რომ იკიდია იმათ მოხსნი და სათამაშოები მიდევს მეტი არაფერი ასთე რომ თებშებს ამოვეცხა უცებ და всё თებშები და ჭიქები მოგჩაის ხომი გავაკეთე ძალიან უნდა დამუხრანის და სადღაც ეგრე 5-ის ნახევრისკენ გამახსენდა რომ მუხრანი შევბედი ხომს აი მე წამოვხდი ეხლა რა გავაკეთო ხერხილი რომ ვიყიდე ჩემი არ არის ხისთვის ვიყიდე ის მაგრამ იმდენი ეხა დიდი იმით აქვს ანიკოდეიდას ვედროთი სადღაც 20 ლიტრიანზე მეტი როა იმით აქვს და კიდე გამოვართვე მე მივედი გამახსენდა რომ ეს ხერხილი მქონდა იმას ბევრი რეცხვა და ბევრი კი არა 5 გავურე წყალს და всё მზად არის ხო და ეს უცებ ავიღე წყალი დავადგე 9 საათში გავაკეთებ ხომ ეგ იყო რომ უბრალოდ იმას გოდეს ველოდებოდით მე ცეკვა მოუწია და 7-ის ნახევრამდე კი ნახამ დაუწვივა ხომ ან სხვა რამეს ჩართო საწაიღა ის პულტი წამლები მივეცი ისე არ ვუშვებ ყოველთვის ვაძლევ ხო და იმას გიყვებოდით გოდეს ემითხა იმ გოგო მარის დედამ რომ ყოველ დილითო 9-ს რო დააკვდება 15 წუთიო ეგრე გავდივარო და გოდე გამომაყოლეო მე წავიყვან სკოლაში აქეთ შემომთავაზა ისე გამეხარდა რომ არ ვიცი იმიტომ რომ მე ძალიან მიჭირს ძვირფასება წვიმის დროს ძალიან საშინლად რო წვიმს თორე ახლა წვიმის დროს რა არ გვივლია მაგრამ აქ იცის საშინლად თან ქარი როა დართული წვიმასთან ერთად ეს ახლახან მისცა ჩემ მამულიშვილმა გოდეს ეს მაიკა ისეთი ტანი აქვს ხო აი ძალიან მაღალი ბიჭი არის მაგრამ ისეთი ტანი აქვს ამასაც იცნო და ვისაც ახლა როგორც მუხას ისე აციო მაგრამ იმ ბიჭს არ უყვარს ესე პატარა ზომისები დიდი ზომის ტანსაცმელები აცვია ეხლა თინეიჯერები რომ მოდიან ეგრეა ყველას დიდი ზომის ტანსაცმელები უყვართ და რატო უყვართ არ ვიცი მე ვიგავ მე არ მიყვარს არც არასდროს არ მიყვარდა სიმართლე გითხრათ
ყოჭებამდე, ბოლომდე გრძელი კაბებიც გემცვია, მაგრამ ისიც სომაჯავედნენ წელიწად გაგოძან დაბალ წელზე მიყვარდა. ქალები. ახლაც არიან ისეთები, ის შენსაცმელს რო უყურებენ. ძალიან რთულია, რო გახვალ და რო არ თქვან რამე. თქვენს ერთთან, ერთ გოგოზე, ჩემთან. მაგრამ გამეხარდა ჩემი პასუხი, მე უცებ რომ ამზადებული ვით, თითქოს ზან მქონდა რომ მეც ძალიან ისე დავდიოდი თქო, როგორ გითხრათ, ხელ კოლგოთზე იყო უფრო მეტად გამახვილებული ყურადღება და მეც ეგრე დავდიოდი სამთაში, არასოდეს ჩათბილული არ ყოფილვარ, არასოდეს არ მქონია მსგავსი რამ. თოვლშიც კი, მართლა, თხელი კოლგოტებით დავდიოდი და კაბით. მეტყველს არ მიკვირს ხოლმე არავისი. ჩაცმა და თან ვისაც რაც უნდა ის ჩაუცვია, კაცო. ესეც სხვა უნდა იდარდოს. ყველაფრის გადმოbrunება რომ მეზარება სანამ გავრეცხა, მაგიტოა რომ მე გევარაგ და ვაბრუნებ წინ და უკან ამიმებს. ადას გამოუწერე რამდენი ხანია ხალხო ტემოდან კაბა. აკვიატებული ქონდა და საერთოდ აქვს ისედაც რავი მგონი მოგისმენიათ ბევრჯერაც რომ კაბა უყვარს ძალიან და ის რა ქვია გუში მეუდება დედიკო. მე პინკ მიყვარს. წითელი არ მიყვარს, ხო და ჩემი მე რაც გამოუწერე არის წითელი. ხო და არ ვიცი, რამეშველება არ ვიცი. სიმართლე გითხრათ. ეს გეგასი, ესეც გეგასი, ესენი გოდესი, ეს ადასი, ეს მოკიტოსი. კაი, ეხლა მათ შევალაგებ ერთსა. ესენიც მოხსენი და ეხლა გაჩვენებთ. ნახეთ. აი, არავინ არ მირევს და როგორც მაგ ჩაწყობილი და მქონდა, ესე არის. ძალიან კარგია ზიფასება. რა ვიცი, მე კმაყოფილი მაგ სად რა მქონდა ჩატენილი. არ მახსოვდა, ხო და ეხლა კარგია. ავიღრაკ რაც მე და ისინიც. მოკლედ ესთე. ეხლა დღეს მინდოდა რომ ფარდებს ყველაფერს ჩამოვხსნი და გავრეცხავ მეთქი, მაგრამ დღეს როგორც ხედავ, წვიმას აპირებს ასე რომ დღეს ვერ მომახერხებ. მე მგონი თუ არ იწვიმა გავაკეთებ თუ არა და მე მაინც გავრეცხავ და შიგნით აგერ ეხლა ცარიელი მაქვს. შიგნით გავკეთებ. ამდა მეცხვები ვაკეთებენ ისე პირდაპირ ჩამოვკიდებ და გაშლება ნახევრად შრალი გამოდის. კითხო. მეც ვცდი, აბა რა იქნება. უთო მაინც არ სჭირდება ამათ. ჯიბე მაგამ შარვალზე გასაკე. რას უშველა ერთ კაცი ვერ გავიგან ჯიბებს. ესენი არ აღმოჩნდა სრულად. საერთოდ კარგი ხარისხი, ძალიან თხელი.
მე ვიყიდე მე მგონი ესე. ხო, მე ვიყიდე მგონი. არ არის კაი ხარისხი. ცოტა ხანი და მე ვსიო ნახეთ, რატო გეუბნებით. აი. ცოტა გაწევ გამოწევაზეც ეგრეა. კაია ჩემთან იმდენი თოკი მქონდა გაჭიმული და თან სულ უნდა ყოფილიყო ესე სწორად, ძალიან მაგრად გაჭიმული, რომ ლამაზად დამეკიდა ხოლმე. დედაჩემი დაკიდებდა მოხსნიდი, მიყოლებით თქო, ვეტყოდი. ლამაზად რო იყოს თქო და ზია ვიცოდა მეძახოდა ხოლმე, როგორ ხვდებიო სარეცს, როდესაც არისო შენი გაფენილი უცებ ხვდებიო. ჩემი მეზობელიკა. ეს მიყვარს ძალიან. აი არ კვიატება ვიცი ტანსაცმლის. მაგრამ ისიც არ მინდა რომ მალე გაიცვითოს და ამიტომაც ვუფრთხილდები, ეს დასაუთვებელია, ესე ვერ ჩაიცვი, იმიტომ რომ მე ეს აწეულია წინ. მე რო დავამოკლე მაგითო. რო არ დავამოკლებინა მასე არასოდეს არ იზამდა. ასთერამ ძვირფასებო. ესეთებიც იყო თურქეთში. პირსახოცები, მაგრამ ესეთები უფრო ცვირი ღირდა. არ მიყვარს ეს ფერი საერთოდ. სიმართლე გითხრათ. თუ ყიდულობ მიყვარს აი ვარდისფერებში, წითლებში. ეს პიჟამა. სიმიადაშ დუშუკები. ვარდისფერები აქ ესენიც კი აკვიატებული ხალხი. ხო და ეხა მე რა ვქნა თქო იმას ვამბობ. მაგრამ ლამაზია და მაინც ჩაიცნოს იმას კი. უბრალოდ აწი გავითვალისწინებ რო რამე. რატომ შეიყვარა არ ვიცი ეს ფერი. სიმართლე გითხრათ. ვერ გავიგე მე. არ ვიცი. რატომ შეიყვარა. ესე განსაკუთრებულად მაგვარდისფერში რა მოსწონს ვერ გავიგე. მოკლედ ესეც ასე თქვენთან ერთად მორჩი და მიხარია. ქოლგა იმასაც ჩამოვკეცავ მე. როდესაც დღეს კოტლეტები შეუწვი, იმიტომ რომ კოტლეტები უნდოდა. და მშიერს ვერ გავუშვებდი ჩაიპური არ მინდაო. ესე აქ აკვიატება ამ ბოლო დროს. ისიც ერთი კონტეინერი დამრჩა, ის წუხელ გამახსენდა და გავალღვე. დედიკო შენ რაღაცა დაგავიწყდაო, მეუბნება წუხელ. და რა დამავიწყდა მეთქი დედი და კაიო არაო იყოსო, მაინცო გვიანი არისო ეხაო და რა არის ბიჭო გვიანი მეთქი და ერთ დღესო დაგავიწყდაო კოტლეტის გამოღება და გვიან რო გავღვაო, ეხაო ისევ დაგავიწყდაო მეუბნება და გამოვიღე უცებ მიუბარდი საყინოებში რომ აგსა. გამოვიღე უცებ რომ დილისთვის ქონოდა, მაგიტომ მითხრა, მაგიტო შემახსენა. მოკლედ ესეთი ამბები ჩემო ძვირფასებო. წავედი, ეხა მე არ წაგართმევდი დროს. ძალიან მეძინება, მაგრამ ფიქრობ იმათ ამოურეცხავ ჯერჯერობით.
მე რამე საჭმელიც უნდა მოვიფიქრო, რომ დედაჩემი მოდის რამე დავახვედრო. დავახვედრო. ისი ჩემნაირია. ბევრი რამე არ უყვარს. ბევრი რამე არ უყვარს. წავედით ჯერ ფასებობა დროებით. ბედნიერ და მშვიდობიან დღეს გისურვებთ ყველას.